მოგესალმება თქვენ და ჩემო ძვირფასებო, შემოგევლო ზაზაუკა, გიხუტებთ გულში. შეგეძიოთ დღევანდელი დღის ძალა და მადლი. წმინდა ნინოს ძალა და მადლი. ყველა სალოცავი, ყოვლად წმინდა. იხარეთ, იბედნიერეთ. გეფერებით და გიხუტებთ გულში. დღევანდელი ჩემი სტომარი არის ფიტოთერაპევტი, ჩემი ძმა, ჩემი მეგობარი, ჩემი მობილი, ძმათნაფიცი, ჩემი გადამრჩენი და მშვენელი, ჩემი ზურა გაგნიძე. დღევანდელი თემა იქნება აზოსპერმია. ჩემო ზურა, მე იცი რომ დავდე პატარა სიუჟეტი აზოსპერმიაზე. ვისაუბრე, უამრავი გამოხმაურება მოყვა ამას, აგერ ამოვიწერე კითხვები. ძალიან ბევრს მეკითხებიან, მაგრამ რა არის, იცი რომ მე არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. უბრალოდ ჩემი ერის გენოფონდი რომ მადარდებს ჩემო ძვირფასო და დღესდღეობით ვიცით უყალამ რომ ძალიან ბევრ მამაკაცს, ქართველ მამაკაცს ჭირს ეს აზოსპერმია, ეს უშვილობის თემა და ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, არა მარტო ჩემთვის, რა თქმა უნდა, მთელი ერისთვის. ამიტომ მე მისვავენ შეკითხვებს მწერენ და მე არ ვარ კომპეტენტური, მაინდა-მაინც ჩემო ზურა. ამიტომ ხალხის თხოვნით, ჩემი თხოვნით, მე შენ მოგიწვიე, ჩემო ძვირფასო ძამიკო და მინდა რომ ეხლა ამ ადამიანებს გასცე პასუხი, აგერ კითხვები მაქვს, რა ინტერესებთ, როგორ აინტერესებთ, იმიტომ რომ მართლა ის გონიათ ზოგს რომ უცებ რაღაცას დალევენ, ან რაღაცა ზურა თავზე ხელს გადაუსვებს და არიქა ესე არ არის ჩემო ძვირფასებო. ამიტომ მე ბევრს არ ვისაუბრებ, შენს შეგეწიოს დღევანდელი დღის ძალა და მადლი, ფარავდეს წმინდა ნინო, მე ჩემო ბატონო, სულ ყველას და აგერ ბურთი და აგერ მოედანი ჩემო ბატონო და დანარჩენი შენიც. მოგესალმებით, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ძალიან პრობლემატური საკითხია. ცოტა ხმამაღლა შემოიღნა. პრობლემატური საკითხია, რასაც ქვიან აზოსპერმიის დიაგნოზს, როცა უსვავენ. სამწუხაროდ დონორს თავაზობენ. და ვიბრძოლე ვიწვალე იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანისთვის მაინც რაღაც შეღებათი და შვება მიგვეცა. აბსოლუტურად სცენარიულია მკურნალობა. ერთი კურსი მოიცავს ერთთვის მკურნალობა არის ერთი კურსი. სამი მეთოდი მაქვს, განსხვავდება ეს მეთოდები ერთმანეთისაგან. ამ პირველ მეთოდზე უნდა გამოჩნდეს სპერმატოზოიდები, ჯანსაღგულის რა თქმა უნდა, ან მეორეზე, ან მესამეზე. ესეც კატეგორიების მიხედვით მაქვს დაყოფილი. მოდით სულით დავიწყოთ. უტარებთ, ესე იგი, 3 თვიან კურსს და არც ეს შემთხვევაში სპერმატოზოიდები არ ჩნდებიან. ანუ სპერმატოგენეზი არ ვითარდება. მეორე კატეგორიას ეკუთვნიან პაციენტები, რომლებიც მკურნალობის პერიოდში, გინდა პირველ მეთოდზე, გინდა მეორე, გინდა მესამე, გამოჩნდებიან სპერმატოზოიდები და შემდეგ მკურნალობის პროცესში ისევ ქრებიან. აქ იბადება კითხვა, თუ არ იყო გამოსაჩენი, რატო გამოჩნდა და თუ გამოჩნდა, რატო გაქრა. მაგაზე კითხვაზე პასუხს ვერ ცემენ. даже ის კომპეტენტური პიროვნებები, რომლებიც მკურნალობენ და ასე შემდეგ. და მესამე, როცა არაჩვეულებრივად მიდის საქმე და ყველაფერი კარგად გამოდის. ჩვენ გვყავს ლაბორანტი, რომელსაც გზავნით პაციენტს და მისი ხანდასწრებით ხდება ამ გამოკვლევა. ლაბორანტი თავის ჩაიხედება და ნახავს რა მდგომარეობა და როგორ არის. შემდეგ პაციენტსაც ვახედებთ მიკროსკოპში, რომ თავის თვალით ნახოს ეს ყველაფერი როგორ ხდება, რა ხდება და რანაირად არის. მაგრამ სამწუხაროდ თუ დავუშვათ აი მეორე კატეგორიის ხალხს გულისხმობ პაციენტებს, როცა ჩნდებიან ის სპერმატოზოიდები და მერე ისევ სამწუხაროდ ისევ მკურნალობის პროცესში ატყვის კრება. ამ დროს საჭირო არის მისი ასე ვთქვათ შენახვა, ანუ გაყინვა. რასაც ჩემი ლაბორანტი მაგას ვერ ახერხებს. ამიტომ თვითონ
როცა ამ დაავადებით, ამ დიაგნოზით მოდიან პაციენტები, თუ არის იმის შესაძლებლობა და თვითონ ურჩევ, რომ თვითონ სადაც გაუხარდებათ, იქ მივიდნენ და იქ ჩააბარონ ეს თავისი სპერმა და ნახონ. ბოდიში ჩაგეკითხები, ჩემო ზურა, ეს არის მეორე ვარიანტი. ეს არის მეორე კატეგორია. ხო და აი ხო არ აჯობებნა მაგალითად რომ მეორე ვარიანტშივე გაიყინოს, მაგრამ მესამეც სადოთ იქნება ან თავი რომ ეს ხარაბეს ვიზახი. აქ არის თავის დაზღვევის მიზნით. მე ხო არ ვიცი თავიდან რომელ კატეგორიაში იქნება ეს. მე რასაც გეკითხები, რასაც მე ხალხი მეკითხება. მესმის. ხო და ისო პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ის რომ გამოჩნდება ნორმალური კარგი ჯანსაღი სპერმატოზოიდი, რატომ მომრავლდა ახლა ბავშვთა პათოლოგიები? იმიტომ რომ არ აქცევენ ყურადღებას და როდესაც იგეგმება, ესე იგი, გინდა რომ ოჯახი შეიქმნა და გინდა რომ ბავშვი ჩაისახოს და იმასაც, ამიტომ საჭირო არის ანალიზის გაკეთება, რომ რა მდგომარეობაშია მორფოლოგიურად რა ხასიათია ნორმალური, არანორმალური, ჯანსაღი, არაჯანსაღი, სანამ არ მივახცევ იმას, რომ ის არაჯანსაღი ფორმას სანამ არ გადმოვიყვან ჯანსაღ ფორმაში, მანამდე ურთიერთობის უფლებას არ ვაძლევ, იმიტომ რომ არაჯანსაღი სპერმისაგან ბავშვი ჩაისახება, არაჯანსაღი ბავშვი. ამიტომ ამ აზოსპერმიის შემთხვევაში, როდესაც ჩდებიან ეს ნორმალური სპერმატოზოიდი, ხო წინასწარ არ ვიცით შემდეგ რა მოხდება და ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით ჯობია რომ ეს გაიყინოს, რომ მე შემდეგ რა მოხდება კაცმა არის ეს რა იქნება როგორ იქნება და ამიტომ ურჩევთ მაგას თუ მაინც და მაინც უნდა რომ თავის თვალით ნახოს და რაღაცა კი ბატონო, მაგრამ ის 2 საათის განმავლობაში ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას და მე უკვე იმას აზრი არ აქვს მაგის ხო და ასევე მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე უხსნი პაციენტს რომ აი როგორ ჯობია, რა ჯობია, რანაირად ჯობია და მესამე როცა არაჩვეულებრივად იყოს შემთხვევები, რამდენსაც გასაკვირი არ უნდა იყოს, აზოსპერმიით მოგუბართა პაციენტმა იყო 2-3 შემთხვევა, სადაც ბუნებრივი გზით იმ დონეზე განვითარდა ეს ყველაფერი, ბუნებრივი გზითაც მოხდა ჩასახვა. რასაც ამას მე სიტყვით ვიზახი, რომ ვინც დაინტერესდებოდა, ამას ჩვენ დეტალურად კიდევ უფრო ღრმად აუხსნით, განუმარტავთ რა არის, როგორ არის, ეს უბრალოდ მოკლე მიმოხილვა, რომ წარმოგიდგენა გქონდეთ, რომ ეს განაჩენი არ არის, აქ კიდე იმის იმედი, რომ თავისი ბავშვი ყავდეს და შეეძინოთ ამ დიაგნოზით. აი მოკლედ რაც შემოხო, მოკლედ ესე იგი მე ესე ვიტყოდი კიდე რომ ვინც არის ამ საქმიანობით დაკავებული თუ როგორ თქვა კლინიკებია, მედიკები არიან კლინიკებია საკმაოდ მედიცინასთან თანამშრომლები შენ მე სიამოვნებით კი ბატონო კიდე რამეს ამ ის გარშემო კიდე რამე ხო არ არის ნუ მე დანარჩენი უკვე ჩვენთან კონსულტაცია უფასოა, ჩვენ არანაირად ხო, ეს მინდა აღვნიშნო ჩემო ზეფასებო. არა მარტო აზოსპერმიაზე, ნებისმიერ საკითხზე. რასაც კი ზურა ეხება თავისი ტექნიერი გულით და ხელებით რო იტყვიან. მასთან ნებისმიერი კონსულტაცია არის უფასო. ეს გახსოვდეთ ყოველთვის და მე ამას რა ვიცი უფრო დეტალურად ვინც დაინტერესდება და ვისაც ეს პრობლემა ეხება რომ მოვა უფრო დეტალურად აუხსნით, განუმარტავთ ესეც აირად უდგებით საკითხს საერთოდ მეტი არაფერი მეტი ეხლა ეს არის მოკლედ ყველაფერი ეს არის მოკლე და უკვე იმდენ ამას მეკითხებიან ჩემო ზურა მე ხარ აქ ეხლა წარმოუშვება მე შეგეკითხება რატო ხდება არა ზოგი მეკითხება პოტენციალს თუ კურნავს იმას თუ კურნავს შინაურებს კი უბრალოდ იმდენსა მაგაზე თვითონ მე პაციენტ იმდენში ჩემთან როცა მოდიან ამომწურავ პასუხს იღებ რომ შემდეგ უკვე პაციენტს აღარ ებადება არანაირი კითხვა იმიტომ ყველაფერზე ვცემთ პასუხს. ეს არის უბრალოდ მოკლე მიმოხილვა და ერთი ჩავიხედები რამე ხო არ გამომჩა. და ხო ასე რომ ბოლო განაჩენიაო მე მეკითხებიან აგერ.
რა კიდე შანსი აი ამაზე მიერო ძალიან ბევრს გადასწორულია და აი ბონო განაჩენია უბრალოდ რომ ვიცოდე წინასწარ ვის ეშველება და ვის არა მაშინ შერჩევით ავიყვან ამ პაციენტებს მაგრამ მე არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები რა იქნება როგორ იქნება რანაირად სწავლა საქმე ამიტომ ეს ამას უხსნი თავიდან პაციენტს რომ თვითონ მან უნდა გადაწყვიტო ეხლა მე ვიცი შემოზურა ყოველგვარი შენი რეკლამის გარეშე და იმაზე ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი ჩემი საბიძაშვილო ძალიან ბევრი ადამიანს და ოჯახს ეწია სიხარული შენი შრომიდან გამომდინარე ჩემო კარგო ადამიანო ესე იგი ეს ბოლო განაჩენი არა მაგრამ ჯობია რომ ცადოს მაინც ადამიანმა უნდა ცადოს 1994 წლიდან ამ საქმეს ვემსახურები და აი 2030 წელით აი ბოლო 2000 წლიდან აი ამ აზოსპერმიაზე მუშაობდა სანამ არ დაგროვდა ეს მასალები და ესენი მაგრამ ესე 30 წელი ამ საქმეს და რა თქმა უნდა ხო მეტი პეისაჟი დანარჩენი ხო თქვი როგორ ვისაც დაინტერესება მოკლედ ეს იყო სოლო ეხლა მაინც ეხლა არ მინდა რომ გავწელო და ეს მოკლე მონახა ხო მე უკვე ვინსტაინ მე უკვე მას დეტალურად ასე რომ შემოძვირფასებო მეც ეხლა მე ვერაფერს ვერ დავამატებ მეც უბრალოდ ესე არ არის რომ მაშინ რო თქვი რომ ხო არა ისე არის რომ ძალიან არა აქ უნდა აუხსნა ადამიანს რომ შანსი აქვს რომ ისე თავიშვილი ეყოლოს აქ ხელოვნურ განაყოფიერებაზეა ლაპარაკი. აი ეგ მაინტერესებს ხონია რომ რაღაცა თუმცა მაგის ფაქტებიც ვიცი რომ არის რომ იყო და თითოეულ ეს არის უბედნიერესი ხალხი აი რაზმისა რუბაშკიო რუსებმა ვიცია გამოთქვა აი ესეთი ხალხი იყო მაგის ისინი გვაქვს დოკუმენტები გვაქვს და ყველაფერი გვაქვს და მასალები გვაქვს მაგის მაგრამ ეგ არის ძალიან იშვიათი შემთხვევა აქ უბრალოდ ლაპარაკი არის ხელოვნურ განაყოფიერებაზე ხელოვნურ განაყოფიერებაზე. ნუ ისე თავის საკუთარი შვილი, შვილი ყველა შვილი არის შემოძვირფასო და ყველას უსურვებს ბედნიერებას და ეხლა არავინ არ გაიგოს რომ ჩვენ რაღაცის წინააღმდეგი ვართ. ოღონ გამრავლდეს ჩვენი ერი შემოძვირფასებო და ასე რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შვილია და სცენარული და ბუნებრივი რომ არის, იმიტომ არის მე რომ იბადებიან რაც ორგანიზმს აკლია ის იმას რომ იბადებიან ჯანმრთელი ბავშვები. კაი შემოზურა. ჩემო ძვირფასებო ამითი დავამთავრებ კიდევ ერთხელ. გისურვებ ყოველივე კარგს და რა თქმა უნდა დანარჩენს მის საქმიანობაზე სხვა გადაცემას იმიტომ რომ არის კიდე საკითხები სხვადასხვა რაღაცებზე და ის საკითხი ჩავწეროთ იმიტომ რომ ეს ძირითადად მინდა მარტო აი ამ თემას და რაც თავარია რომ აი კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩემო ძვირფასებო ჩემო კარგო ხალხო ესე იგი საბოლოო განაჩენი ეს არ არის საბოლოო განაჩენი არ არის თუნდაც 1% თუ არსებობს 1% კი არა მე ვიცი ვისი მიაკითხა ჩემ ზურას ეხლა პატარა ვიჭი არა ვარ და ღმერთმა დამიფაროს რაღაც თვალთმახსოვ არ ვიცოდი რამდენი სიკეთეა გაკეთებული და რამდენი ბავშვია მოვლენილი ამ ქვეყანაზე ზურას წყალობით მე ამას არ გავაკეთებდი არც მიიღეს და ღმერთმა დამიფაროს ამიტომ ნუ ჩამოკვით მამაკაცებო ყურებს შემოგევლოთ ჩემი თავი ყველაფერი ხდება ყველაფერი ღვთისნებით ხდება სასწაულები ყოველთვის ხდება და ყოველთვის ახდება და უნდა იბრძოლოთ კიდევ ვიძახი კონსულტაციები არის უფასო დამიკავშირდით ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ თემაზე შემოგევლოთ ჩემი თავი მე ამასაც ვიტყვი რომ მე და ზურა გავერთიანდით ერთად ვართ უკვე წელიწად ნახევარია რაღაცეები გვაქვს დაგეგმილი ვფიქრობთ რაღაცა გვინდა გავაკეთოთ რაღაცა მაქსიმალურად გვერდში დაგიდგეთ ჩემო ძვირფასებო და კიდევ ერთი რაღაც სათხოვარი მექნება ექიმებზე ესე შენი დაჟინებული თხოვნით ორი ხალხალაცალ შეხო არა ზურა იმდენ ადამიანებს მოეხმარეთ იმდენ ადამიანებს გაუმართეთ ხელი ჩემო ზურა
რამდენი დღე უნდა რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლოთ ჩვენ ბატონო აგე რა შემოგვაძნა ოჯახის რო გააბედო რას ლაპარაკობ ამიტომ სანამ ცოცხალი ვარ სანამ პიში რა ხნა აი რაც იმძლე ყველაფერს გავაკეთებ რომ ადამიანებს ვასიამოვნო შემოგევლოთ ჩემი თავი არ მოგერიდოთ დამიკავშირდით ბიძებს და იმას და დამირეკეთ შემოგევლოთ ჩემი თავი მე ძალიან მადარდებს თითოეულ თქვენთაგანის ბედი იღბალი ჩემი ქვეყნის რა თქმა უნდა ჩვენი გამრავლების ჩვენი გენოფონდი და გვერდში გიდგავარ მეც და ზურაც და რა ვიცი დარწმუნებული ვარ ყველა ექიმი იმიტომ რომ არავის არ ეგონოს რომ არ არსებობს ექიმი რომ არ უნდადეს პაციენტის განკურნება სულ შემოძირფასება კოსმით ეფერებით გეხუტებით იხარეთ და იბედნიერეთ გვამრავლოს დალოცვილმა ოღონდ ცოტა ჩვენც მივეხმაროთ ეხლა ექიმი არ დაჭირვებოდეთ ხო ექიმი არა სულიერი ექიმი კი სულიერი აუცილებლია სულიერი მკურნალი აუცილებელია აბა ვიმრავლოთ და გვამრავლოს დალოცვილმა კარგად ვიყოთ ჯანმრთელად ვიყოთ და ბედნიერად ვიყოთ